გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას მოუტანს მზის ქალწულში გადასვლოთ ყოფების ცხოვრებას. ქალწულის სეზონი იწყება 23 აგვისტოს და გაგრძელდება 22 სექტემბრამდე. მოდი ერთად გავიგოთ, როგორ შეცვლის ეს პერიოდი ჩვენს ყოველდღიურობას, ურთიერთობებს და მომავალ გეგმებს, ზოგადი ენერგია. ქალწულის სეზონს ყოველთვის მოაქვს მეტი წესრიგი, სიზუსტე და კონცენტრაცია დეტალებზე. ყოფებო, თქვენთვის ეს პერიოდი იქნება შანსი, ქაოსური ზაფხულის შემდეგ ნელ-ნელა ჩამოაყალიბოთ გეგმა და დაფიქრდეთ, როგორ გადმოიტანოთ იდეები რეალურ შედეგებში. სიყვარული და ურთიერთობები. სიყვარულში მეტი სერიოზულობა გმართებთ. შესაძლოა გაიღვიძოს სურვილმა პარტნიორთან სტაბილური და უსაფრთხო ურთიერთობის შენარჩუნებისა. მარტოხელად ყოფებო, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიღრმეს და სიმხარეს შემოიტანს. გახსოვდეთ, ახლა უკვე მხოლოდ ფლირტი აღარ ყოფნით, გინდათ მეტი სიცხადე და რეალური გეგმები. კარიერა. ქალწულის სეზონი თქვენს კარიერას ახალ სტრუქტურას აძლევს. იდეალურია იმისთვის, რომ ყველაფერი დაცვლილებით მოაგვაროთ, გაიაზროთ პრიორიტეტები და დაასრულოთ დაუსრულებელი საქმეები. დეტალებისადმი თქვენი ყურადღება გამოგარჩევთ და შეიძლება სხვებიც თქვენზე დამოკიდებულნი გახდნენ. მხოლოდ ერთი გაფრთხილება, ზედმეტი კრიტიკა თანამშრომლების მიმართ დაძაბულობას გამოიწვევს. ფინანსები. ფინანსებში ქალწულის სეზონი გირჩევთ პრაქტიკულობას. დროა გააკონტროლოთ ხარჯები, მოამზადოთ ბიუჯეტი და დაფიქრდეთ დაზოგვაზე. შესაძლებელია სწორედ ახლა დაგეგმოთ მომავალი ინვესტიციები, რომლებიც შემდგომში სოლიდურ სტაბილურობას მოგიტანთ. ჯანმრთელობა. ეს პერიოდი საუკეთესოა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შესაძლოა იგრძნოთ მოტივაცია ჯანსაღი რუტინის შესაქმნელად, სწორი კვება, სპორტი და საკმარისი ძილი ახლა ნამდვილად სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ენერგიაზე. სეზონის რჩევა. გამოიყენეთ ქალწულის ენერგია წესრიგისა და სტაბილურობის შესაქმნელად, მაგრამ თქვენი ტყუპური თავისუფლება და სპონტანურობა არ დაკარგოთ. სწორედ ამ ორ თვისებას შორის ბალანსი გახდით ყველაზე ძლიერს, აი ასე, ტყუპებო. ქალწულის სეზონი თქვენთვის დიდი შანსია, რომ ქაოსური აზრები რეალურ შედეგებად აქციოთ. გამოიყენეთ ეს დრო გეგმების დასასახად და წარმატებები აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება. დაწერეთ კომენტარებში, მე მზად ვარ ქალწულის სეზონისთვის და ერთად მოვიზიდოთ პოზიტიური ენერგია. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, გაზიარება და არხის გამოწერა. წინ ბევრი საინტერესო ასტროლოგიური ვიდეო გელოდებათ.